მომავალი წლიდან სამინისტროებში ხელფასები იზრდება, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. გაიზრდება მთავრობის წევრთა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგოც. ამ გადაწყვეტილების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ხელფასების მატება ბიუჯეტს ზედმეტ ტვირთად დააწვება. თუმცა, როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობენ მთავრობაში. მომავალი წლიდან საჯარო უწყებებში თანამშრომელთა ხელფასები მკვეთრად იზრდება. 2015 წელს შრომის ანაზღაურების ფონდი წლევანდელთან შედარებით 87 მილიონი ლარითაა მომატებული. იზრდება პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციების თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებიც. სამინისტროების ნაწილში ხელფასების მომატება შტატების გაზრდას უკავშირდება. თუმცა რამდენიმე მათგანში დასაქმებულთა რაოდენობის კლების ფონზე შრომის ანაზღაურების ფონდი გაზრდილია. რამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ეს ფაქტი ასიახსნა. გაზრდილია შრომის ანაზღაურება თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს გასულ პერიოდს რაც შეეხება. არა მარტო, აი ზუსტად ჯარისკაცების ხელფასებია გაზრდილი და პოლიციელების. პრეზიდენტის ადმინისტრაცია 4 მილიონი ლარი. მთავრობის ადმინისტრაცია 13 მილიონ 915 ლარი. იუსტიციის სამინისტრო 39 მილიონ 446 ლარი. შინაგან საქმეთა სამინისტრო 415 მილიონ 100 ლარი. გარემოს დაცვის სამინისტრო 20 მილიონ 531 ლარი. კულტურის სამინისტრო 54 მილიონ 369 ლარი. ყველაზე თვალშისაცემად შრომის ანაზღაურება კულტურის სამინისტროში იზრდება. ფინანსთა სამინისტრომ ამ მოწყებაში დაახლოებით 50 მილიონი შრომის ანაზღაურების მატება წერილობით განმარტა. 2015 წლამდე კულტურის სამინისტროს დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმდინარე ხარჯები ბიუჯეტში წარმოდგენილი იყო სუბსიდიის მუხლით, რომლის ფარგლებშიც ფინანსდებოდა როგორც იქ დასაქმებულთა ხელფასები, ასევე კომუნალური და სხვა მიმდინარე ხარჯები. 2015 წლიდან სუბსიდიის მუხლით თაღა გათვალისწინებული არ არის და შესაბამისად აღნიშნულ სიპებში დასაქმებულთა ხელფასები დაფინანსდება შრომის ანაზღაურების მუხლიდან, ხოლო მიმდინარე ხარჯები საქონელი და მომსახურების მუხლიდან. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ხელფასების ზრდის ტენდენციას დადებითად მიიჩნევს. უმცირესობაში კი აღნიშნავენ, რომ საშტატო ერთეულების ზრდა ნეპოტიზმს უკავშირდება, ხოლო სახელფასო ფონდის მატება არსებული ეკონომიკური პარამეტრების ფონზე გაუმართლებელია. ახალი შტატების დამატებაზე საუბარი მოდის ქართული ოცნების ლიდერების ნათესავებზე, ახლობლებზე, მეგობრობებზე და მათ დასაქმებაზე, ისევე როგორც ქართული ოცნების აქტივისტებზე, რომ ნებისმიერ მთავრობა უნდა ფიქრობდეს ბიუროკრატიის შემცირებაზე და ზოგადად მთავრობის ხარჯების შემცირებაზე და რა პირიქით იმის გაბერვაზე. ისება გარკვეული ძალოვანი უწყებების ხელფასები და ხელფასი რო გაიზარდოს, მგონი არაფერი ურიგო ამაში არ არის. თავია ის იზრდებოდეს იმავე ტემპით, როგორც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ სამინისტროებში კადრების ზრდა მიუღებელია. არასამთავრობო ორგანიზაციას შეკითხვები ხელფასების ზრდასთან დაკავშირებითაც აქვს. უმეტესწილად იზრდება საშტატო ოდენობა დასაქმებულთა, რაც ჩვენი ქვეყნის მასშტაბებისთვის ვფიქრობთ, რომ არ არის მიზანშეწონილი, პირიქით უნდა მოხდეს ოპტიმიზაცია. ცოტა გაუგებარი არის, რასთან გვაქვს საქმე, როცა მცირდება შტატები ზოგ უწყებასთან მიმართებაში და ამავე დროს იზრდება ანაზღაურების ფონდი. ექსპერტი ლევან კალანდაძე კი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ბიუჯეტს ტვირთად დააწვება. ხელისუფლებამ მთავარი აქცენტი სწორედ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე უნდა გააკეთოს. მათ შორის ისეთი ტიპის სახელმწიფო დაფინანსების შემცირების კუთხით, როგორც არის სხვადასხვა სამინისტროს ქოლგის ქვეშ არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, სიპები და ასე შემდეგ, რომელიც პრინციპში ხელისუფლების საქმე არ არის. საჯარო სექტორში დასაქმებულთა საერთო შრომის ანაზღაურება 2015 წელს თითქმის 1,5 მილიარდი ლარი იქნება.